ვნახოთ, როგორ ხორციელდება დებიტორ-კრედიტორების ანგარიშების თანხლება, მაგალითისთვის ავიღოთ 14.10 ანგარიში და მის ქვეშ შევეცადოთ დავამატოთ დებიტორ-კრედიტორის ანგარიში. შესაბამისად, შვილის დამატებაში, სახეობაში ავირჩიოთ დებიტორ-კრედიტორი და სისტემა დაგვანახებს ცხრილს, რომელშიც უნდა შეივსოს დებიტორ-კრედიტორები. დავამატოთ ახალი ჩანაწერი, ავირჩიოთ ორგანიზაცია, როგორც ხედავთ ამ ცხრილში შესაძლებელია როგორც ორგანიზაციების, ისევე პიროვნებების შესახებ ინფორმაციის შენახვა. ავირჩიოთ ორგანიზაცია, მაგალითისთვის ავიღოთ რაიმე საიდენტიფიკაციო კოდი, თავისი დასახელებით, რაიმე ორგანიზაცია. შეგიძლიათ შეავსოთ დანარჩენი ველები თქვენთვის სასურველი მნიშვნელობებით. და მაგალითისთვის აქვე დავუშვათ პიროვნებაც ავირჩიოთ, აქ პირადი ნომერი, ვინმე, პიროვნება და ასე შემდეგ. მასეთ შეუვსეთ შესაბამისი რეკვიზიტები. ამჯერად ავირჩიოთ ორგანიზაცია. როგორც ხედავთ ანგარიშის ეკრანში დებიტორ-კრედიტორების სახეობის ქვეშ სისტემა ავტომატურად გაგვიმზადებს მის დასახელებას, თან წინ წარუმზღვარებს საიდენტიფიკაციო კოდს, ასე რომ ანგარიშთა გეგმაში შეგეძლებათ ორგანიზაციის მოძებნა, როგორც დასახელებით, ასევე მისი საიდენტიფიკაციო კოდით. ოკეი, და აქვე შეგეძლიათ დაუმატოთ სხვა დებიტორ-კრედიტორიც, მაგალითად 14.10 დებიტორ-კრედიტორი, ეხლა მეორე ჩანაწერი ავირჩიოთ დებიტორ-კრედიტორებიდან, აქ უკვე პიროვნების შესახებ ინფორმაცია და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ესე გაავსოთ დებიტორ-კრედიტორების სია და გაუხსნათ მათ ანგარიშები. ამ სიის გამოყენება, დებიტორ-კრედიტორების სიის გამოყენება შეგიძლიათ უკვე სხვა ანგარიშზე, მაგალითისთვის ავიღოთ 31.20 მიღებული ავანსები იყო, აქ ამ ანგარიშის ქვესაც შეგვიძლია დავამატოთ დებიტორ-კრედიტორები, ხედავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე დამატებული ჩანაწერები დებიტორ-კრედიტორების სიაში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი რამ, რაც საჭიროა ითქვას დებიტორ-კრედიტორების ანგარიშების გახსნის დროს, ის რომ ერთი ფინანსური ანგარიშის ქვეშ შესაძლებელია გაიხსნას ანგარიშები როგორც ორგანიზაციისთვის, ისე პიროვნებისთვის, თუმცა არის ანგარიშები, სადაც მხოლოდ პიროვნების ანგარიშები უნდა გამოიყენოთ, მაგალითისთვის 14.30 ეს ხელფასის თანხლებისთვის, შვილი ანგარიშის დამატების დროს გადიხართ ისევ დებიტორ-კრედიტორზე და აქ უკვე თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ პიროვნება. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აკონტროლოთ, რომ ამ ანგარიშებში არ მოხდეს 14.30-ის ქვეშ არ მოხდეს ორგანიზაცია. თუმცა ამითი არაფერი არ დაშავდება, შეგიძლიათ შემდეგ გააუქმოთ ის ანგარიში, თუ თქვენ ჩათვლით, რომ ის ზედმეტია თქვენთვის. კიდევ ერთი რამ, დებიტორ-კრედიტორების სიაში საიდენტიფიკაციო კოდი ორგანიზაციისთვის და პიროვნების პირადი ნომრები არის უნიკალური, ასე რომ თქვენ ვერ შეძლებთ ერთი და იგივე ორგანიზაციის ან ერთი და იგივე პიროვნების რამდენჯერმე დამატებას. და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, დებიტორ-კრედიტორის ანგარიშები ფორმირდება შემდეგი წესით. იმის დამიხედვით, რომელი ანგარიშის ქვეშ ხსნით ანგარიშს დუბლირდება ანგარიში და გვერდზე ეწერება დებიტორ-კრედიტორების სიაში ჩანაწერის უნიკალური ნომერი. მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. მაგალითად, დავუმატოთ 14.30-ის ქვეშ კიდევ ერთი დებიტორ-კრედიტორი. გავიდეთ სიაზე, თვითონ ამ ჩანაწერს, ისე როგორც ყველა ცხრილში, სისტემის ყველა ცხრილში არსებულ ჩანაწერს გააჩნია თავისი უნიკალური ნომერი. მოდით ვნახოთ ეს უნიკალური ნომერი, ამისათვის გავიდეთ სტილზე და მოვძებნოთ ქუდების ჩამონათვალში გასაღებიანი ველი. ეს არის ის სვეტი, რომელიც აღნიშნავს ჩანაწერის უნიკალურ ნომერს. მოდით გამოვაჩინოთ ის. აი როგორც ხედავთ, თითოეულ ჩანაწერს აქვს უნიკალური ნომერი, სწორედ ეს ნომერი იღებს მონაწილეობას ანგარიშის ნომრის ფორმირებაში. მაგალითისთვის დავამატოთ კიდევ ერთი, მაგალითად ორგანიზაცია. კიდევ ერთი ორგანიზაცია
და ავირჩიოთ ის შესაბამისად მას უკვე სხვა ნომერი ექნება ჩანაწერის და როგორც ხედავთ, აი შემდეგნაირად ზუსტად მეოთხე ჩანაწერის ნომრით დაფორმირდა ანგარიშის ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ 2 ქვეანგარიშია.